ჩემი ხვა კარგად ისმის ხო ალბათ. არ ვიცი საიდან დავიწყო, მოკლედ პარკიდან ხვდა დაკეტილი, ვაპირებდი პარკში სირბილს. ვინც არის ის ულტრამარათონისთვის ვემზადები, კვლავ ვემზადები. ნოემბერში მქონდა გადაწყვეტილი რომ ჩამეტარებინა ულტრამარათონი, თუმცა რაღაც მიზეზების გამო ვერ მოახერხე წონის დაკლება, ცოტა სტრესი, ცოტა დაძაბულობა და მოკლედ ვერ მოახერხე დაკლება რა და სათანადო მომზადება. თუმცა იმედს არ ვკარგავ. 91 კილო ვარ. გონი ბოლო ვიდეო რო ჩავწერე, არ ვიყავი 91 კილო, დაახლოებით 86 ვიყავი, თუ არ ვცდები. ხოლო სუპირველად ვიდეო რო გადავიღე, 140 კილო თუ 130 ვიყავი რა. ანუ ხო ხვდებით ახლა საიდან მოვდივარ. სიმართლე გითხრათ მომენატრა YouTube-ი. მომენატრეთ ჩემი გამომწერები ვინც ხართ ერთგულები და ვინც დარჩით, მიყვარხართ, ჯიგრები ხართ. ბოლო ვიდეო იყო კრივზე. კრივის ვარჯიშის დავიწყე. ფიტნესზეც დავდივარ. რაღაც პერიოდი არ დავდიოდი ფიტნესზე, ანუ ძალისმიერ ვარჯიშებს არ ვაკეთებდი და შესაბამისად კუნთის მასაც არ არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს. ცხიმსაც აქტიურად ვწვავ. პრესი არ მაქვს, მაგრამ ვაპირებ რომ გამოვშრე. ფიქრობ რაღაც კომპლექსები დამეწყო, ანუ როცა ვსაუბრობ, ვინმე თუ მახლავს თან ან თუ ესმის, ცოტა უხერხულად ვარ. მაგრამ მაგასაც გადავლახავ, ადრე ეგრე არ ვიყავი. თითქმიანმა პაუზა მიცის ეს ყველაფერი. არა აქვს მნიშვნელობა იმას თუ სად ვივარჯიშებ, შემიძლია აქვე ვივარჯიშო. მოკლედ, shadow boxing-ს რაც ვიცი კრივში, მოკლედ იმ დარტყმებს განვახორციელებ და შემდეგ უშუალოდ გახურების შემდეგ დავიწყებ ძუნძულს. დაახლოებით 6 ან 7 კილომეტრი მინდა ძუნძულით დავფარო. შემიძლია აი აქეთ ვირბინო. არ არის პრობლემა. მოკლედ ხურდები. ყველა აუცილებლად გახურდით ვარჯიშამდე რა. ჩემი მიზანია 78 კილო, ახლა ვარ 91, როგორც გითხარით. სულ ცოტა დარჩა და ფორმაში ვიქნები, დამერწმუნეთ. შევძლებ ულტრამარათონის სრულფასოვნად ჩატარებას და მიზნების მიღწევას და შემდეგ ულტრამარათონს რო გავივლი, მოკლედ აი ამ გამოწვევას როცა ჩავაბარებ, შემდეგ უკვე დავსახავ ახალ გამოწვევას. და მერწმუნეთ ეს გამოწვევა იქნება ულტრამარათონზე უფრო მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო და უფრო რთული. ამიტომ გამოიწერეთ ვისაც გსურთ არხი და ვინც მართლა სერიოზულად ეკიდებით მსგავს რაღაცებს. ერთი ვიდეო მაქვს სათაურით არ გამოიწერო არხი და მანდ საუბარი მაქვს იმაზე რომ არ მინდა ისე უბრალოდ დაინახოთ ჩემი ვიდეო და მოდი გამოვიწერ და ასე შემდეგ. მინდა მართლა მაყურებელი იყო. რიცხობრივად საერთოდ არ არის ჩემი ინტერესის სფერო, რომ რიცხობრივად მაყურებლები, გამომწერები მყავდეს და რეალურად 20 ადამიანიც არ უყურებდეს ჩემს ვიდეოებს. ამ ვიდეოებში იქნება ჭრები, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ არ ვარ მიჩვეული, როგორც გითხარით, საუბარს კამერის წინ. ამ ეტაპისთვის ასე გადავწყვეტ.
ახლა უბრალოდ სირბილზე გადავალ ძუნძულზე მოკლედ წავედით იმედია კარგად ისმით ჩემი ხმა საიდან ჯობია ვითომ რო დავიწყო რა გონი აქედან ან ჩავალ ბოლოში მოიცა იმას დავინიშნავ აუ მოიცას ისე გეძახი თითქოს რავი აქ იყოთ და მომხნევებდეთ და ასე შემდეგ რა დავინიშნოთ რამდენი კილომეტრს გავივლი უფრო მარტივი ყოფილა წონას რო დაიკლევთ მერე სირბილი რა დასაწყისში გაგიჭირდებათ რა შეიძლება საერთოდ ვერ გაირბინოთ და რაღაცა რა საუბარზე ანუ ზედმეტი არის რა საუბარზე საუბარი ზედმეტი არის მართლა ანუ სუნთქვას ვერ აკონტროლებთ და ძალიან ცუდად იგრძნობთ თავს თუმცა საბოლოოდ შეძლებთ რა მართლა შეუჩერებელი ვარ არ არსებობს ისეთი რამ რაც შემაჩერებს ნუ ეხა სიკვდილს თუ არ ჩავთვლით ღმერთმა დავიფაროს სხვაგვარად არ არსებობს ჩემი შეჩერება რა იმედია სუნთქვა ძალიან ცუდად არის ის მიკროფონში კარგი გადაღებას შევწყვეტ აქტორე ვერ ვახერხებ თან გადაღებას და თან კიდე ძუნძულ სათანადოდ და მოკლედ აი ეგ დავაპაუზებ და მოგიყვებით შემდეგ თუ რა მოხდა ნუ 54 წუთში გავირბინე 7 კილომეტრი ბოლო კილომეტრის გადაღება ვერ მოვახერხე რადგან ტელეფონი დამებლოკა თურმე 12 თუ 15 წუთით და წამოვედი სახლში ნუ ვფიქრობ შვენიერი შედეგი არის ვერაფერს დაუწუნებ უბრალოდ სიცივე იყო თან აღჭურვილი არ ვიყავი შესაბამისად და გონი ფეხსაცმელმაც ცოტა გამირთულა სირბილი მაგრამ აი მშვენიერი იყო ახლა უეჭველი უნდა მივხედო თავს რადგან გაციებას კიდევ გაციება არ დავამატო ამიტომ დროებით და აბა თქვენ იცით მომავალ ვიდეომდე